კონტინენტზე 17 ქვეყანაში ემიგრანტები ხვალ გააჟღერებენ კიდევ ერთხელ ერთიან პოზიციას, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი და ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ისინი ხვალ სოლიდარობის მიზნით ქუჩაში გამოვლენ სხვადასხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში იტყვიან ერთს, რომ სოლიდარობას უცხადებენ სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე და ხვალ მასშტაბურ აქციას ანონსებენ. მათთვის მიუღებელია მმართველობის ის ფორმა, რაც აქვს ივანიშვილის გუნდს და თვლიან, რომ რუსული მმართველობა საქართველოში უნდა დასრულდეს. ეს აქცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქართულმა აქტივისტებმა, რომელიც უკვე 300 დღეზე მეტია საქართველოში იბრძვიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, დაინახონ, რომ ისინი მარტო არ არიან 4 ოქტომბერს ამ ბრძოლაში. და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არ არის ის, რაც საქართველოში ხდება. რომ საქართველოს არ დაკარგოს არჩევანის უფლება. ჩვენ ვერ შევეგუებით, ვერ ვიჯდებით სახში და ვერ ვიყურებთ ასე შორიდან, მხოლოდ იმას, რაც ხდება საქართველოში. არ დაუშვეთ, რომ საქართველოში გაბატონდეს რუსული რეჟიმი და საქართველოს კიდევ ერთხელ დაკარგოს თავისი თავისუფლება. შეიძლება მიდის ეს პროცესი ნელ-ნელა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ და აუცილებლად დადგება ის შედეგი, რაც გვინდა და გვსურს ჩვენ ქართულ ხალხს. ამიტომ არ უნდა გავჩერდეთ და უნდა ვიბრძოლოთ ყოველთვის. ვარსოხუმელი და ის რაც გააკეთა რუსეთმა და რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს საქართველოში, ეს არის ყოველად მიუღებელი. ეს არის პროტესტის, მე ეს აქცია გვინდა ჩავატაროს სოლიდარობის ნიშნად, ის რაც ხდება 4 ოქტომბერს საქართველოში. რომ კეთილი ინებოს ივანიშვილმა და ხელისუფლება ჩააბაროს და წავიდეს. არ ჭირდება ის ქართულ ხალხს. სამართლო დღეები დგას საქართველოში. რაც ხდება, ეს ყოველად მიუღებელია, ყოველად გაუგონარი, არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო შესაფერისა და ამიტომ პროტესტის ნიშნად ჩვენ გამოვდივართ ვანკუვერში მყოფი ქართველები. ნებისმიერ ფაქტს აქვს თავისი დაბადების, განვითარების, კულმინაციის, დაღმასვლის და ბოლოს სიკვდილის პერიოდი. აი ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასაც ეს პერიოდი უდგება 4 ოქტომბერს. ალბათ პირდაპირ ეთერში ვიქნებით მისი გარდაცვალების მომსწრენი. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ჩვენ ვიცით, რომ ხალხის ხმა საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ დადგა დრო. პარალელურად სოციალურ ქსელში ავრცელებენ ვიდეოებს მოქალაქეები, რომლებიც ყვებიან, რომ მათ ახლობლებს საქართველოში შემოსვლა უჭირთ ემიგრანტებს, რომლებიც ცდილობენ, რომ დაბრუნდნენ ქვეყანაში, საზღვარზე აჩერებენ და ამბობენ, რომ საათობის განმავლობაში უწევთ შეფერხება, გაჩერება, დაყოვნება, თუმცა მოტივი რეალურად რატომ არ უშვებენ საზღვარზე, მათთვის უცნობია.